სულ იყო მუდმივი შესვლა, გამოსვლა, პატიმრების შემოყვანა, წამება, იქ იყო ესეთი წინ იყო დაახლოებით 1-2 კვადრატული მეტრის მაგი და რაზეც გამოჰქონდათ პატარა ნაცისფერი კამერა, მარკას ვერ ხედავდი და მდებდნენ ამ კამერას, რომ უღებდნენ, აი სადაც კადრები გამოვიდა, უღებდნენ, ამას მე ჩემი თვალით უყურებდი ყველაფერს. ეს კარი, საკნის კარი. საკნის კარი იყო ჩვეულებრივი რკინის რეშოტკებს რო ეძახთ ესეთი ანუ. არ იყო დახურული. ანუ თქვენ ყველაფერს ხედავდით რა ხდებოდა გარეთ. აი ეს რო გითხრათ რა. შეგენებულად qvdi მაგის მან რო ეს ამისთვის მეც კი რა. სამი ცვლა იყო. სამი ცვლა იყო. ნუ ყველა ცვლა აკეთებდა იმას რაც ხდებოდა, ყველა ცვლა იღებდა ამ წამებაში მონაწილეობას. არა ჰქონდა რანაირი მნიშვნელობა. მოხუცი იყო, ახალგაზრდა იყო, რა მუხლით იყო დაჭერილი, ავარია შემთხვევითობა მოუვიდა, ძალადობრივი მუხლით იყო, აბსოლუტურად ყველას ცემდნენ. შემოსვლა და იქ არც სახეს და გვარსაც არ ეკითხებოდნენ ჯერ. პირველი იწყებოდა ცემით. ამას უყურე როგორია ახლა, ხო? ამდენი ხნის განმავლობაში. უკვე ჭკუაზე ვერ ვიყავი. კაცი ერთხელ მიაბეს ადამიანი. მან თურმე არ ვიცი, მე რამდენად მართალია, ოღონდ საგიჟეთი ყოფილა თავის დროს, თუ რაღაც მაღაზია იყო გათვლილი შენობა და ადამიანი ბოდიში და გააფრინა რა, იქ ამ ცემით, ამ ყველაფრის სქერით იმით და მოიტანეს რაღაცა სქელი ესეთი ქუდი. აი ჩაფხუტები როა, ოღონდ სქელი რეზინი იყო. იმიტომ რომ თავს ეს გამორბოდა და თავით ეჯახებოდა ხოლმე. იმდენად ისე გაამწარეს რომ გამორბოდა და კიდევ თავით ეჯახებოდა. თავის მოკლასცადა რა. იმის მაგივრად ვეხოცებოდი ხალხურ ექიმი მაინც მოუყანეთ მითხარი რაღაცა ქენიდან რაღაც ამალი დაალენეთ იგდება ყურს და იმის მაგივრად რომ ეშველათ ეს ადამიანი ეგეთივე საკანი იყო ჩემს წინ და ზედმიაბეს კარებს ხელბურკილებით დააბეს და 24 საათი იყო ადამიანი ეგრე მიბმული და თავზე ეს ჩაფხუტი ჩამოაფარეს რომ კიდე თავი არ დაიზიანოს არ მოიგებს და ესე გადაობდნენ ბოდიში და ერთობოდნენ რა უამრავ რამ ეგეთ რამეს უყურე 15 დღე და ღამის განმავლობაში პირადად მე